სტუმართან ერთად. ნარჩენების მართვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მსოფლიოსთვის. მათი არასწორი მართვა იწვევს ეკოლოგიურ კატასტროფებს, წყლის დაბინძურებას, ცხოველების დაზიანებას და დაყუპვას. ნარჩენები ასევე ითვლება სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად. რა კავშირშია ნარჩენების გადამუშავება გარემოს დაცვის პრობლემებთან და რატომ არის მნიშვნელოვანი მომხმარებლის ყოველდღიური არჩევანი უკვე გადამუშავებული და ეკომეგობრული პროდუქტის მიმართ? ამ თემაზე უფრო ვსვათ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც უკვე დილის ტალღის სტუდიაშია, ბატონი კახა გუჩმანიძე, ეკოლოგი, დილომშვიდობისა, მადლობა რომ ხართ დილიდან ჩვენთან ერთად და მოდი დავიწყოთ თავიდან და გითხარით, აგვიხსენით რა არის ნარჩენების მართვა და რატომ არის ის დღეს ასეთი მნიშვნელოვანი. გამარჯობათ, დილამშვიდობისა, მოგესალმებით, მოგესალმებით მაყურებელს. ნარჩენების მართვა არის საკმაოდ კომპლექსური საკითხი, არაერთხელ მithავს კიდე თქვენი ეთერის საშუალებით და ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს, დაწყებული ნარჩენის წარმოქმნის მომენტიდან, მის კონტეინერში მოთავსებამდე, წინასწარ-დამუშავებამდე, სეპარაციამდე, თუ საჭიროა რეციკლირება აღდგენამდე, შემდგომ დეპონირებამდე და უკვე ნარჩენების ნაგავსაყრელის დახურვასა და შემდგომ მართვასაც კი მოიცავს ჯამურად ეს ყველაფერი. ანუ ძალიან ჯაჭვური, კომპლექსური საკითხია, რომელიც ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს. მათ შორის თქვენ აღნიშნეთ გადამუშავების საკითხი და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იერარქიაში მოგესალმებათ 5 ერის პრინციპი არსებობს, მსოფლიოს მიერ აღიარებული პრინციპი, ჯერ კიდევ ტოკიოში იყო მისი ინიციირება დაწყებული, რომელიც მოითავს reduce, reuse, recycling, recover და dispose. ანუ 3 ერის პრინციპი ჩამოყალიბდა, რაც ნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე უნდა მოვახდინოთ ნარჩენების მაქსიმალური შეზღუდვა წარმოქმნისა, ანუ ეს ნიშნავს, რომ გადავიდეთ არაკონსუმერისტულ საზოგადოებაზე, სადაც ვიყენებთ იმას, რისი აუცილებლობაც არის და წარმოქმნით ნაკლებ ნარჩენს. შემდგომ თუ არის საშუალება გამოვიყენოთ ხელახლა და მესამე კომპონენტია ის, რომელსაც თქვენ შეეხეთ, ეს არის რეციკლირების კომპონენტი, რომელიც უფრო გასაგებ ენაზე რო ვთქვათ, ნიშნავს და გულისხმობს გადამუშავებას. რატომ გადამუშავება? ხო, ბუნებრივია ის შეკითხვაა და რატომ რეციკლირება? ბუნებრივია რეციკლირებას აქვს თავისი პლუსები, რაც ასევე კომპლექსური საკითხია, მინდა გითხრათ და მოიცავს რამოდენიმე კომპონენტს. პირველი ძალიან ძნელია იფიქრო რეციკლირებაზე, ნორმალურ რეციკლირებაზე, სანამ არ იქნება ქვეყანაში დანერგილი სეპარაცია, ნარჩენების სეპარაცია. ანუ ნარჩენების კონკრეტული ფრაქციების მიხედვით შეგროვება, როგორც არის სორტირება, ის გეთახმებით ბოლომდე. აი ეს რეციკლირება ჩვენთან ძირითადად 4 ფრაქციაზე არის, ეს არის მაკულატურა ქაღალდი, ეს არის პლასტიკი, ძირითადად პეტბოთლები, ეს არის მინა და ეს არის ფოლადი. ნუ რკინა ნაკლებად წარმოიქმნება და ნაკლებად ხდება ამაზე შევთანხმდეთ მინაც ადამიანური ცნობიერების ფაქტორიც არის ხო თავად მოქალაქეების, იმიტომ რომ რაც არ უნდა სორტირებულად შექმნა თქვათ ის ყუთები 4 დაყოფით ადამიანის ცნობიერება თუ არ არის იმ დონეზე რომ ეს სორტირება თავად პირადად პერსონალურად უნდა მოახდინოს, რთული იქნება ხო ამ ყოველფრის შეუძლებელიც. ორივე ხელით დაგეთანხმებით, იმიტომ რომ იქ სადაც არ არის გარემოს დაცვის ცნობიერება მაღალ დონეზე, ძალიან ძნელია ილაპარაკო ელემენტარულ კულტურაზე. რაში გჭირდება სეპარაციის ურნები და სტენდები, თუ კი მაშინ სეპარირებულად არ ჩავაგდებ და არ დავახარისხებ და როგორ თქვენ თქვით, ან დავასორტირებ ნარჩენებს, რაც დაგეთანხმებით. ყოფილა შემთხვევები, რომ ეს ყველაფერი ფორმალურად კეთდება და ძალიან ცუდი ფიდბექი ქონდა საზოგადოების მხრიდან. აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და რატომ? იმიტომ რომ ნარჩენების სეპარირება გაცილებით იაფ წნომას იძლევა ბიზნესისთვის, გაცილებით იაფ და სუფთა ნარჩენზე, სუფთა სეპარირებულ ნარჩენს და გეტყვით რატო. სეპარირებული შეგროვება ძირითადად ორი სახის არსებობს. ეს არის წყაროსთან სეპარირება, აი ჩვენ ქუჩაში, სახლთან, თუნდაც სახლში როცა ვაკეთებთ ამის სეპარირებას და გაცილებით სუფთა პროდუქტს ვაწვდით უკვე ბიზნეს ოპერატორს, მაგრამ არის სეპარირება თვითონ საწარმოზე, სადაც ეს ყველაფერი ერთად დაპრესილი მიდის და ის ღირსება და ის ხარისხი, რა თქმა უნდა, ეკარგება თავად პროდუქტს. სეპარირების აწყობის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ უკვე რეციკლირებაზე. მოდით თანამედროვე დავიწყეთ და მივყვეთ რა არის რეციკლირება და რატომ რეციკლირება და რას გვაძლევს ეს ყველაფერი. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმა მსოფლიოში ადაპტირებული გადამუშავების აღდგენის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გულისხმობს, რომ ნარჩენი გადავამუშავოთ და რეციკლირება მოვახდინოთ და იგივე დანიშნულებით ან მსგავსი დანიშნულებით შეგვიძლია გამოვიხსნოთ ეს
ეს ყველაფერი და ამის უამრავი მაგალითი არსებობს და მსოფლიო ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები პირდაპირ გეტყვით რომ წავიდა ძალიან შორს და ძალიან წინ და იმდენად წინ რომ ალბათ აღარ დარჩა ნარჩენი რომლის რეციკლირებაც არ შეიძლება და უფრო მეც გეტყვით ბოლოს უკვე ინსცენირებული ნარჩენიდან წარმოქმნილ ნაცარსაც გიყენებენ იმისათვის რომ ესე ვთქვათ აეროპორტები აშენონ ყოფილა ამის შემთხვევები და პრეცედენტებიც და მცდელობების და ეს ფაქტია რომ ეგრე კეთდება ხოლმე თუნდაც ის რომ იაპონიის ოლიმპიურ ნაკრებს პედბოთლების გადამუშავების შედეგად დამზადებული სპეციალური ბოჭკომზადები დამზადებული შარვალ კოსტუმებით გამოვიდნენ ისინი ოლიმპიადაზე. ნუ ამით უკვე ხაზი გაისვა იმას რომ რეციკლირებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და რეციკლირება არის უმთავრესი კომპონენტი დღეს უკვე ტრენდად ქცეული ესე ვთქვათ ცირკულარული ეკონომიკისათვის ხო პრინციპში სწორი ტრენდია მე თუ გითხავთ რომ zero waste-ის პოლიტიკას გულისხმობს ეს ყველაფერი როდესაც თლიან ცირკულარულ ესე ვთქვათ ჯაჭვში არის ჩაბმული ყველა ფაქტორი ნარჩენების წარმოქმნიდან და ეს ბოლოს ყველაფერი ბრუნდება ისევ ბიზნესში და ისევ წარმოებაში. ამ კუთხით გამოწვევები პირდაპირ გეტყვით რომ არის და მთავარი გამოწვევა არის ის რომ კონკრეტული რეციკლირების ბიზნეს ოპერატორების სტიმულირება არ ხდება. მეორე ცოტა გროტესკული მომენტია და ნარჩენი გვაქვს ცოტა. ჩვენი დებეტი ქვეყნის წლიური დებეტი არის მილიონზე შედარებით ცოტათი მეტი, რაც ნორმალური მეგაპოლისის ორი კვირის დებეტია და ჩვენ რაიმე ტიპის ძალიან დიდ ან მნიშვნელოვან ესე ვთქვათ გადამომუშავებელი რეციკლირების ქარხის ინსტალირებაზე ლაპარაკი ცოტათი რთულია და ზედმეტი იქნება, თუმცა გვაქვს რაღაც რესურსი და არც თუ პატარა ერთი შეხედვით, რომლის გამოყენებაც ნამდვილად შეგვიძლია. თქვენ წარმოვიდგინეთ აქ შეგროვებული პედბოთლები, რომლებიც იპრესება და გადის თურქეთში, იწარმოება იქედან ნაჯადი ჭიქები, თებშები, ჩანგლები, ნუ რაც გაგეხარდება და ისევ ჩვენვე ვართ ამ ყველაფრის ესე ვთქვათ ყიდველები. ნარჩენებისგან ნაწარმოებული პროდუქტი რამდენად ეს არის? ძალიან კარგი შეკითხვაა, გიპასუხებთ. ძალიან კარგი შეკითხვაა, აბსოლუტურად უსაფრთხოა, ოღონდ ამ ნარჩენსაც მინდოდა ეს აღმენიშნა, აქვს კონკრეტული რეციკლირების თავისი ციკლი და ჯერადობა. და რატო? ნუ თქვა პედბოთლი შეგვიძლია გადაუმუშავოთ 4ჯერ, 5ჯერ, 6ჯერ, მაგრამ აი შემდგომ უკვე ისე ცუდად ჟღერს. ხო. რაღაც ხარისხი მინა შეგვიძლია უსასრულოდ ფორმატად რა თქმა უნდა იქაც ისიც ყველა არ მუშავდება მაგრამ უმეტეს შემთხვევაში რაღაც ციკლამდე შეგვიძლია მივიდეთ და ამის ტექნოლოგიები უკვე მართალი გითხრათ არსებობს. მთავარი ფაქტორი არის რომ ბიზნეს ოპერატორების სტიმულება უნდა მოხდეს, ამის რესურსი არსებობს, განსაკუთრებით მე ფრაქციულ შემადგენლობას გეტყვით, ესე ვთქვათ მორფოლოგია როგორ არის ნარჩენების და გავს საქართველოში ეს არის 30%-ამდე ბიოდეგრადირებადი ორგანული ნარჩენი, ორგანიკა, რაც სამწუხაროდ არ გამოიყენება კომპოსტირებაში ჩვენი რეალობიდან გამომდინარე დანარჩენს დიდი წილი მოდის ქსოვილზე, მინდა გითხრათ, მოდის პლასტიკზე და რა თქმა უნდა ქაღალდზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ისი გადამუშავებაც უნდა ხდებოდეს. თუ ეს მოხდება, რეალურად მოხდება ამ ყველაფრის ერთიან ჯაჭვურ ციკლში ჩართვა. ჩვენ ალბათ ბევრ ქვეყანაში პლასტიკი საერთოდ აიკრძალა. გეთახმებით აიგზალა, თუმცა პირადად მე ამას ორივე ხელით არ მივესალმები, იმასაც თავისი კარტა გიპასუხებთ. თქვენ ვერ დამისახელებთ მე იმაზე უკეთეს შესაფუთ მასალას, ვინმე არის პლასტიკი. ნუ ძალიან გამიჩნდება. ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. აქამდეც მივიდეთ. საუკეთესო მასალაა შესაფუთი. თავისი გამძლეობით და ასე შემდეგ. არის ბიოდეგრადირებული პლასტიკის შესაფუთი მასალები, რომელიც დღეს ბაზარზეა განთავსებული და თავად არაერთხელ გამოგიყენებიან. იმას ის სიმყარე და ის ესე ვთქვათ გამძლეობა არ აქვს, რაც იმ პლასტიკს, ანუ იგივე პროდუქტი რო ჩადოთ იმაში შეიძლება ვერ გაუძლოს, პლასტიკი დიდი ალბათობით გაუძლებს. ტრენდად ქცეული თემა რომ გამოვიყენოთ კროფტის ქაღალდები და გადავიდეთ ბიოდეგრადირებულ მასალაზე, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ მოგვაიზრდება რომ ბიოდეგრადირებულ მასალას ჭირდება თავისი რესურსი. ბიოდეგრადირებადი პლასტიკის შემთხვევაში ეგ არის სახამებელი და ამისთვის მიწისავარგულები ჭირდება. ქაღალდების შემთხვევაში და ქაღალდის ესე ვთქვათ შესაფუთი მასალის შემთხვევაში ეს არის მერქნული რესურსი და ამას საკმაოდ დიდი ესე ვთქვათ რაოდენობა და რესურსი ჭირდება. ანაერობულ გარემოში ილპობის და ჟანგვის პერიოდში ისიც მავნე აირებს გამოყოფს. ჩემთვის პრობლემა დგას შემდეგნაირად. პლასტიკი თარხდები თუ არ არის კარგი და ორივე ხელი გეთახმებით ჯანმრთელობისთვის, თუმცა სწორი მართვის შემთხვევაში ეს უფრო ადმინისტრაციული პრობლემაა, ვინმე ეკოლოგიური. სწორი მართვის შემთხვევაში
შემთხვევაში თუ მე მაქვს ცირკულარული ეკონომიკა, კარგი სეპარირებად, ამას ისევ ეკონომიკაში და ისევ ამ ციკლში დავაბრუნებ, რეალურად პლასტიკი აღარ მოხდება ნაგავს აღრელებზე და აქედან გამომდინარე პრობლემასაც ვერ შექმნის. ანუ ვერ მოხდება ჩვენს კვებით ჯაჭვში. რატოა პლასტიკი პრობლემა? იმიტომ რომ არის ალბათობა იმისა, რომ მოხდეს ჩვენს კვებით ჯაჭვში. საიდან? აი დაბინძურებულ ზღვა, რომელიც ეხლა ეკრანებზე ჩანს. აი იხტიოფაუნა ბინძურდება ამით, ეს ყველაფერი შედის თევზებში, იქიდან გადმოდის ჩვენთან და საერთო ჯაჭვში ხდება ჩვენს კვებით ჯაჭვში, დაბინძურებული ნიადაგიდან. თუ ამას შევძლებთ რომ მართოთ და კონდეს მენეჯმენტი, მაშინ მოდით შევთანხმდეთ, რომ რადიოაქტიური ნარჩენები შენახვა ხდება და ესე ვთქვათ, ამითაც არაფერი განსაკუთრებული კატასტროფა არ მოხდა. ანუ ადმინისტრირებით და სწორი ადმინისტრირების შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ პლასტიკი გაცილებით ნაკლებად აგრესიული იქნება. თუმცა ის რაც თქვენ ძანეთ, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს შეზღუდული, მე ამაშიც რა თქმა უნდა ცუდი არაფერი არა, თუ ამას zero waste-ის პოლიტიკაც მოყვება და როგორ თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ რეციკლირების კომპონენტის გაძლიერებაც, ჩათვალეთ, რომ პრობლემა უკვე მოხსნილი იქნება. რამდენიც მნიშვნელოვანია კერძო სექტორის და ასევე საზოგადოების ჩართულობაც ამ ყველაფერში. ამჯერადაც ლაგეთახობით, არა თუ მნიშვნელოვანი გადამწყვეტია, იმიტომ რომ კერძო სექტორისთვის ეს არის ბიზნესი და ხშირ შემთხვევაში ცოტა უფრო მეტი ვინმე ბიზნესი, საზოგადოებისთვის არის თვითშეგნება და ცნობიერების მაღალი დონე, სადაც უნდა ვიცოდეთ, რომ არასწორად გადაგდებული სახეჭი რეზინი შეიძლება გახდეს კონკრეტული ფრინველის, ესე ვთქვათ, ლეთალობის მიზეზი. ჩვენს მიერ მოქნეული პლასტიკი ან ცელოფნის პარკი, როგორც ჩვენ ვეძახით, სხვაში შეიძლება გახდეს, თუნდაც ხელს გახდეს შესაძლოა პრობლემა იმისთვის, რომ კონკრეტული ფრინველები იქმნენ ზღვის ფრინველები. ამის უამრავი კი ბატონო, ამის უამრავი ფაქტი არსებობს და მეცნიერების მიერ დათვლილია, რომ მილიონამდე ძუძუმტოვარი სწორედ ამ პლასტიკის გამო ხდება, რომელიც გარემოშია და ამ შემთხვევაში ოკეანეებში ისინი ვერ არჩევენ, იგივე კუ არის ესეთი წითელი ნუსხის სახეობა, რომელიც გადაშენების პირას მივიდა უფრო მეტად, რადგან ვერ არჩევს მედუზიდან ამ ყველაფერს, ეხება ამ ყველაფერს და შემდგომ ეს ყველაფერი ლეთალობით თავდება. არაერთი ზღვის ფრინველის გაკვეთის შემთხვევაში დადგინდა, რომ პლასტიკი იყო მათი ლეთალობის შედეგი. აქედან გამომდინარე, ბოლომდე მოყვებით იმაში, რომ პლასტიკის არასწორ მართვას შესაძლოა მოყვეს არაადეკვატური და შედეგები, რომელიც ეკოსისტემას აწირებს. რატოა რეციკლირება მთავარი, რომ რეციკლირების კომპონენტი არაფერი ამ უწურავი სამყაროში არ არსებობს გარდა განახლებადი ენერგიებისა. ამ შემთხვევაში ეს ამ რესურსებს ჭირდება მომთხილება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ერთი რეციკლირებული ტონა ქაღალდის შემთხვევაში ჩვენ მინიმუმ 13 ხეს ვსოგავთ, მინიმუმ წყალს, ენერგიას, რასაც ჩვენ ისევ რესურსებით ღებულობთ და რესურსის დაზოგვარი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იმისა, თუ რატომ არის ხარჯეფექტური რეციკლირების კომპონენტის განვითარება ქვეყანაში. კი, და ბოლოსკენ რას ურჩევთ თითოეულ მოქალაქეს, რა არის პირველი ნაბიჯი სუფთა გარემოსთვის ბოლოსკენ უნდა წავიდეთ, რადგან საერთოდ რომ არის ერთხელ მithkomს და დღესაც გავიმეორდები, არის ძალიან კარგი ფრაზა, რომ სისუფთავი არის იქ, სადაც არ აბინძურებენ. რეალურად თუ კი იქნება ცნობიერება იმ დონეზე, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ რეალურად სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ერთმანეთთან ბმაში აბსოლუტურად ყველაფერი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენს მიერ დანაგვიანებული გარემო იდეაში ისევ ჩვენამდე მოვიდეს შესაძლოა ბოლოს. აი თუ არაერთხელ მომიყვანია თქვენთან მაგალითები, რომ თუ კი საჰარის უდაბნოს ტვერმა ქარისნაკადებმა მოიტანეს ბათუმში და ყვითელი ფერის ქვიშით იყო შეფერილი მანქანები წვიმის შემდგომ საჰარის უდაბნოდან თუ მოიტანეს, წარმოიდგინეთ, რამდენად ბმაშია ყველაფერი, რომ ჩვენი არასწორად გადადგმული ნაბიჯი, დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი და ნიად საერთო ჯამში ისევ ჩვენამდე მოვა და ძალიან ცუდად აისახება. ხოთჭერს ამის კარგი მაგალითია ყოველ გაალდრებაზე, როცა სანაპიროზე ამოაქვს სიბინძურე ზღვას. მე შემიძლია მართლა ესაუბრებაზე, მაგრამ შეასრულთული დროით მე გეტყვით საიდან მოაქვს ესეც, მაგრამ ნუ ეს უკვე დრო არის. ანუ რასაც გავცემთ, იმას ვიღებთ, ამით მინდა და დამესრულებინა. დიდი მადლობა სტუმრისთვის. მადლობა ძალიან დიდი. ჩვენი სტუმარი იყო კახა გუჩმანიძე, ეკოლოგი. მადლობა ძალიან დიდი კიდევ ერთხელ რომ იყავით დღევანდელი დილის ტალღის სტუმარი და ანა ჩვენი